დიდი ხანია მინდოდა ფილმის გადაღება და გადავწყვიტე რომ სცენარი უნდა დამეწერა მოკლემეტრაჟიანის. ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე არ მიყვარს მოკლემეტრაჟიანი კინო. ძალიან იშვიათად მომწონებია მოკლემეტრაჟიანი ფილმები რა და სულ აი მაგაზეც ძალიან ბევრი მიფიქრია რატო ხდება ეგრე და შეიძლება იმიტომ რომ რახან დრამატურგი ვარ მოკლემეტრაჟიან ფილმებში ძალიან ძნელია რომ აი ეს სქემატურობას გაექცე. რაღაც ამბავი უნდა დაიწყოს და დასრულდეს და გმირში რაღაცა გარდასახვა მოხდეს და ასე შემდეგ და დრამატურგიაზე ფიქრი იყო ერთ-ერთი პირველი რამაც მიმიყვანა ამ ფორმამდე რა და მოკლედ აი ამ რო ჩაუღრმავდი ამ ანატომიას მოკლემეტრაჟიანი ფილმების და დავფიქრდი რომ თუ მომწონებია მოკლემეტრაჟიანი ფილმი უფრო ყოფილა უფრო რაღაც ავანგარდული ნამუშევარი ან რაღაც ექსპერიმენტული იმიტომ რომ ძალიან ძნელია ეს მართლა სქემისგან გაქცევა და ვიფიქრე რომ ხო არ გავაკეთო ისე რომ ანუ იყოს დიდი ფილმის დასაწყისივით და არა ვთქვათ რაღაც აი დასრულებული ამბავი რა და რაღაც მაყურებელს გაუჩნდეს თუნდაც იმის განცდა რომ ეს ფილმი უნდა გაგრძელდეს. სრულ ფილმში ბევრი შესაძლებლობა არის, იმიტომ რომ ბევრი სცენა შეგიძლია მოიფიქრო, რომელიც და ეს სქემატურობა შეგიძლია ჩაფლო სადღაც რა, რაღაცა როგორც ძვალი არ ჩანს ეგრე. და მოკლემეტრაჟიან კინოში ძალიან ძნელია, იმიტომ რომ გაქვს ცოტა დრო და თან ამბავი უნდა მოყვე და თან სამყაროც უნდა შექმნა. მე ფსონი დავდე სამყაროზე. ეს ვიცოდი რომ სიკვდილთან შეხვედრა მინდოდა რომ ყოფილიყო თემა და ჩემი რაღაც ბავშვობის ალუზია მინდოდა და საერთოდ ბავშვები ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მაინტერესებს პირველი შეგრძნებები. მაგიტომ რახან პირველი შეგრძნებები მინდოდა რომ ყოფილიყო, მივხვდი რომ ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ და მიყვარს ეგეთი ლიტერატურაც. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნი არის ტომ სოიერი და რაღაც ჰეკლბერი ფინი და მაქედანაც მოვიდა რა ეს იდეა რა. ბავშვთან არის ძალიან ჰუმანური და თან დაუნდობელი. მე ძალიან მიყვარს კინოში და საერთოდ ხელოვნებაში აი გაურკვევლობის შეგრძნება რა. რაღაცა რაც არ არის აი კონკრეტული და ხო აი გაუგებრობა, გაურკვევლობა, აი რაღაც მგონია რომ ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ბავშვები კიდე რა. Tienes coraje, metido. ესე ავიღე რომ რაღაც თამაში ყოფილიყო ამ სიკვდილთან თან შეხვედრა რა და რაღაც რო ეთამაშები რაღაცას. თამაში თან ბევრნაირი შეიძლება იყოს რა, შეიძლება რაღაცას იაზრებდე, შეიძლება ვერ იაზრებდე და მანდაც აი ყველაზე მთავარი ჩემთვის იყო რომ აი გაუგებარი ყოფილიყო ეგ. მე საერთოდ მიყვარს ხელოვნებაში რომ რაღაც შეიძლება ესე კი არ მომხდარი იყო, ანუ ეგ როგორ აი საქართველოში ხშირად ამბობენ რომ ესე არ მოხდებოდა და არა უშავს ანუ იმ დღეს გამახსენდა დარდენების ფილმი ვაჟიშვილი რომ ანუ ეგრე არ ხდება სამყაროში რომ საკუთარი შვილის მკვლელი იშვილო მაგრამ ანუ რაღაც ახალი რეალობა შეიძლება შექმნა რა და ეგეც საინტერესოა მე მგონია რომ ავტორი მან არის ძალიან საინტერესო რა როცა იმას ხდის დამაჯერებელს რაც შეიძლება რომ არც მომხდარიყო ეგრე და არ ვიცი თუ გამომივიდა ეგ ძალიან ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა სიმბოლოებს როცა მე საერთოდ ძალიან მოყვარული არ ვარ მიუხედავად იმისა რომ ეხლა რომ მაგას რომ ვამბობ თან ძალიან ბევრი ფილმი მახსენდება სადაც სიმბოლოები არის და მიყვარს მაგრამ ესე კონკრეტულად გველს რაღაც დატვირთვა არ აქვს ერთი ეგ ვიცი რომ რაღაცეები რაც შეგიძლია შემოიტანო როგორც ავტორმა ბევრი რაღაცის ინტერპრეტაცია მოგცემს და ეგ სასიამოვნოა რომ იმიტომ რომ ეხლა ვიღაც ყველას ვისაც უნახავს ეს ფილმი ყველა სხვადასხვა რაღაცას მეუბნება რა ზოგი ადამი და ევა და ზოგი მე არ მქონია ეს განზრახვა კონკრეტულად რაღაცა რომ ეს გველი იმიტომ არის რომ აი რაღაც ეს მინდოდა რომ მეჩვენებინა მაგრამ ხო სასიამოვნოა რომ ყველა თავისნაირად ანუ რაღაც თავისი გამოცდილების და თავისი ცოდნის და შეგრძნების
შესაფერისად აღიქვას. მაგრამ ჩემი მიზანი, როგორც ავტორის, უფრო ეგ იყო, რომ ყველაფერი რაც ხდება, რაღაც ამ ბავშვების წინააღმდეგ მოქმედებს და ანუ ამინდით, მდინარე, რაღაცა ის სიკვდილი, გველი თუ რაღაცა ჩონჩხი თუ ნებისმიერ გზა, რომელიც არის შორი სახლამდე და ასე შემდეგ. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადგილი ჩემთვის, იმიტომ რომ ესეთი ჩანაფიქრი მქონდა, რომ ეს თან რაღაც მხრივ კონტრაპუნქტიც ყოფილიყო რა. აი ამ ამბავთან. ანუ ერთდროულად ყოფილიყო ძალიან ლამაზი გარემო, თან დამზაფრელი, შხამიანი, აი ცოტა საშიშროების შეგრძნებას რო გიტოვებს და ამიტომ ძალიან დიდი ხანი ვეძებდი, ალბათ მთელი საქართველოს შემოვიარე. მდინარეები, აი მყარსაც გავყევი და მე ვიპოვე ეს ადგილი რუსთავში არის გადაღებული და ხო, თურმე ძალიან ბევრი ვიარეთ, მთელი ჯავახეთი და ნუ ძალიან ლამაზი ადგილები ვნახე, მაგრამ ყველგან უფრო ან ჩვეულებრივი, აი რომელიც ასევე შეიძლება ეს ჩვეულებრივი ძალიან გჭირდებოდეს კინოში. და ან ძალიან ლამაზი და ტკბილი და მე ვეძებდი აი ამ რაღაც შხამიანობას ძალიან დავეძებდი მოკლედ და ხო თან მინდოდა რომ ეს ადგილიც აი განსაკუთრებით პირველი ნაწილში ფილმის რაც არის ეგ ყოფილიყო აი უფრო წიგნის ილუსტრაციასავით და აი ცოტა ზღაპრის ხო, ის ქონოდა განწყობა რა. მთელი ფილმი არ არის რუსთავში. პირველი ნაწილი აი სადაც არის ეს მდინარის ნაწილი და მე ეს მდინარის რომ მოუყვებიან ეს ტყე და მე მაგ გომბორის გზაზე უკვე აი ეს ყანა გადაღებული და ღვევში მაგ ფინალი გადაღებული, რომელიც სხვა მიმართულებით არის რა. მე ვთვლი რომ უფრო მაინც განწყობის კინოა, ანუ ჩემი ფილმი და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩემთვის ამ ფილმში აქვს ფერს შუქს, ანუ ეს რაღაც მზეს, რომელიც და მაგიტომაც ქვია მცხუნვარე მზე და აი ამ გარემოს რაშიც ეს ბავშვები არიან. 4 დღეში გადავიღე და ძალიან სიცხეში და სრულ ყოფილ გადაღებაზე ესე არ გადავიღებდი, უფრო დაველოდებოდი კიდე რაღაცა ვთქვათ კონკრეტულ განათებას და ისე გადავიღებდი, სულ ესე ვერ მომიხერხდა, მაგრამ მაინც მგონია რომ განწყობა შევძელით რომ გადმოგვეცა მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები ვთქვათ დღის სხვადასხვა მონაკვეთში არის გადაღებული რა. ირაკლი მეტრეველის შემთხვევაში, ოპერატორის შემთხვევაში ძალიან დიდი ხანი ერთად მუშაობთ და მეგობრები ვართ და მაგიტო ძალიან დიდი ნდობა მაქვს მის მიმართ და თან ირაკლის ძალიან უყვარს ეს ფართო კუთხე და ვიცოდი რომ უფრო მაქვს ეგერე მინდოდა გადაღება ფილმის და მაგიტო ძალიან დიდი ნდობა მქონდა და თავიდანვე შეთანხმებულები ვიყავით, თან კადრირებაც გაკეთებული გქონდა და პრინციპში ყველაფერი წინასწარ ვიცოდით და რაღაცეები რა თქმა უნდა მოგვიწია რომ იმპროვიზაციით გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ბავშვებთან როცა მუშაობ რთული არის რომ ყველაფერი დაგეგმა და თქვათ აი რაღაც იყო რომ რაღაც სცენები მე აი ერთი და იგივე სცენები მეორე დღესაც გადავიღე და უკეთესი გამოვიდა, იმიტომ რომ უკვე ბავშვებმა კამერა იგრძნეს და საერთოდ ბოლო დღე ყველაზე კაი იყო, იმიტომ რომ აი ეხა მაგას ვამბობ, რომ მე რომ მქონოდა ვთქვათ უფრო მეტი დრო, უფრო დიდი ბევრი დღე გადავიღებდი და დაიწყებდი მარტივი სცენები და ეს ბავშვები კიდე უფრო შევიდოდნენ ამ რაღაც კინოს ობიექტივში რა, რაღაც იგრძნობდნენ კამერას და ნოდოს შემთხვევაში ვინც არის მემონტაჟე, ნოდოსთანაც რაღაც უპირობო ნდობა მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს მისი გემოვნება და თავისუფლება და აი რეჟისორებს ხშირად აქვთ რაღაცის მიმართ, რაც გადაუღიათ იმის მიმართ ძალიან დიდი რაღაც სენტიმენტები და უჭირთ მასალის გადაყრა და ასე შემდეგ და ნოდო ძალიან თავისუფალია ეგეთ რაღაცეებში. და ხა მეც რომ ახსენდება ძალიან ბევრი ისეთი სცენა ერთი, მაგრამ აი კადრები ისეთი ამოვიღე, რაც ძალიან თამბეჭდავი იყო რა, ესე ვიზუალურად და საინტერესოც, მაგრამ მივხვდით რომ არ იყო საჭირო რა ფილმის თხრობისთვის და ამიტომ გადავყარეთ და ფერით ნოდომ გააკეთა და ფერზე
ძალიან ბევრი ვიფიქრე და მინდოდა რომ ყოფილიყო ეგეც ცოტა უფრო არარეალური ვესტერნის რეფერენსები მქონდა, მაგალითად ნიკოლას რეის ფილმებიდან და რაღაც ეგრე, რომ რაღაც უფრო მჭახე ფერები ყოფილიყო და აი რაღაც წითელი ან ყვითელი კიდე უფრო ხელოვნური ვიდრე რეალური.